იქნება თუ არა ოდესმე საქართველოს შანსი თავად განსაზღვროს საკუთარი გეოპოლიტიკა. ანუ საკუთარი გეოპოლიტიკა უნდა განსაზღვროთ. ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს და ერის საბოლოო ამოცანა, რომ როგორც ჩვენი წმინდანი ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს. ანუ ეს წინადადში ეგაა გეოპოლიტიკა, შენი თავი შენ უნდა გეკუთვნოდეს. არა USAID-ს უნდა ეკუთვნოდეს შენი თავი, სოროსის ფონდს და ვიღაცებს, შენ თვითონ უნდა წყვეტდე, შენ რა გინდა, მაგრამ ეს შენი ეს შეხედულება ადეკვატური უნდა იყოს. იმიტომ რომ მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ეგ თუ ცუდად მთავრდება. იმიტომ რომ გეოპოლიტიკას აქვს თავისი კანონზომიერებები. შენ თუ კანონზომიერებებს არ იცავ, შენ ეს მოგწონს, არ მოგწონს, სამართლიანი მიგაჩნია თუ უსამართლო. გეოპოლიტიკურ მეცნიერებაში არ არსებობს სამართლიანობის ცნება. გეოპოლიტიკა აპრიორი თავისით, აი როგორც ცეცხლი საჭმელსაც აკეთებს, ათბობს და პარალელურად წვავს და კლავს, ეგრეა გეოპოლიტიკაც. ის თავისთავად არსებობს და მას თავისი კანონზომიერებები აქვს. შენ თუ მაგ კანონზომიერებებს არ გაითვალისწინებ, აი როგორც ფიზიკის კანონებს, აი გრავიტაციის კანონს თუ არ გაითვალისწინებ, მაგალითად დაიმტრევი, ხო? აი ჩამოვარდები და მოკვდები. ეგაა გეოპოლიტიკაც.